მოგურებო დაგიბრუნდით ისევ ფუტბოლის ვიდეოთი და დღეს ვიდამაშებთ მაი ლიგის პირველი სეზონის მე რამდენი რაცა ეპიზოდს უნდა არ ვიცი რომელიც და მოკლედ მოდი თქვათ რომ პარიზი გახდა ჩემპიონი ვინც იზით რომ პარიზი გახდა UEFA ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი და მან პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში და ანუ ხო კაი ინტერი მესმის ხო კაი გუნდია მაგრამ 5 გოლი რანაირად გაუტანა მაგალითად ხო კაი კვარაცხელია ხო კაი გაუტანდა ახლა იანცობას მაგრამ დეზირე დუეც კაი ანუ ჰაკიმი ხო კაი ჰაკიმი თითქმის არიარკაში გაიტანა მაგრამ რა ამბავია ბიჭო 5 გოლი და ანუ იან ზომერმა 5 გოლი იან ზომერს მეგონი 5 გოლი არასდროს არ გაუშვია აგე შევედით და მოდი პირდაპირ შევიდეთ მაი ლიგაში და არსენალი როყოდა წინაზე გადავცვალე რეალზე და აქ მესის წითელი ვარათი ვივაღებინე შეტყვით მოდი ბევრი ლაპარაკის გარეშე დავიწყოთ თამაში აბა ჯერ მოდი შევსვალოთ არა ბურთი ესეთი მოდი შევსვალოთ მაისური და შავი ფორმა ეს და ამას ეს ფორმა აუყოთ აი ეცეს რო დაინახოთ ჩემი შემადგენლობა ეს არის და მოდი დავიწყოთ პირდაპირ თამაში ბევრი ლაპარაკის გარეშე გარეთ მაგარი ძუნს ანუ მეგობრებო ანუ ანჩელოტი თვითონ კარლო ანჩელოტი იმას რო ჩაწერა იმაში მენეჯერების მარკეტში სადაც ისინი უნდა იყიდო ამასობაში კრისტიანოს მიუზით ბურთი და გაიტანა აქ კრისტიანო რონალდომ მოდი კიდევ ნახოთ ეს ეპიზოდი განმეორებით აბა გაათამაშეს ბურთი კომენტი აიდო წავართვით კილიან მბაპეთი ბურთი მოდი არ დავარტყეთ რაფინი მოლ რაფინი მინდო და პოზიტივ რაფინიას გაიტანა მაგრამ ძალიან ცუდი პასი გავაკეთე აქ აბა ფედერიკო ვალვერდე კრისტიანო მოდი ვალვერდეს მისვენებს პასი ვალვერდე ძალიან მაგარი ბურთი მოხსნა აქ პეკარენ აი ნახეთ უბრალოდ და ის ექნება კუთხური მე როგორც ყოველთვის აი ესე შევიხოლმე მეგობრებო ესე გავაკეთეთ ესე ვისაც პასი ფედერიკო ვალვერდეს მოდი დავარტყას ფავშოთი მეგარი ისე ვიღერიებს მორო ფლორიან ვირცი წავართვით მოდი კიდე გავიზროლოთ ფლორიან ვირცი გოლი ძალიან მაგარი გოლი გაიტანა აქ ფლორიან ვირცმა მე-11 წუთზე გაიტანა აქ ფლორიან ვირცმა ფლორიან ვირცი აი როგორ ითარგმნება მაგის გვარი ფლორიან ვირცი თუ რაი ან დავწერეთ რა კომენტარებში გადავეშეს ბურთი კოვერტი რა კაი პასი იყო მაგრამ
პირველი შემთხვევით აქ ბურთზე კილიან მბაპე შეუყოლეთ კრისტიანოს, მაგრამ არ გამოვიდა. შეყოლება იყო, არ ვიცი. მარკუს ლორენტე, კრისტიანო, გოლ. უბრალოდ ძალიან ადვილი გოლი გავიდა აქ. მეკარე შუაში იყო დარჩენილი და მას შანსი არ ჰქონდა რომ მოეგერიებინა ეს ბურთი. მეკარე დგას, არც კი ხტება. ისე დაბნეულია მე მგონი. ოვერტი ავართვით ბურთი, აბა რაფინია გოლ. ძალიან მაგარი გოლი გავიდა აქ. და მოდი ვუყუროთ გამეორებით თუ კრისტიანო ძალიან მაგარი პასი მისცა და რაფინია ძალიან კარგად შეასრულა ეს კობერტი რიკე სილვა პედრიტია წავართვით ბურთი მოდი კრისტიანოს ვისწოთ პასი არ გამოვიდა კობერტი სილვა მოდი ჩავაბად გადაც არ გამოვიდა წიგავდეთ პატკეტი მინდოდა მაგრამ თუ ჩვენი ყოფილა ბურთი და ეგრევე მეკარის მომიდა ხელებში ბურთი Antonio Candela Alani Balataσα წავარდით მარკუს ლორენტეთი ფლორიან ვირცი კილიან მბაპე ცუდი პასი იყო აქ და იქნება აუტი ამასი ისევ კომერტი გამოვიდა ეს პასი რაულ მორო თამაში ბურთი წავარდით პედრითი მოდი გავისროლოთ მეკარე იგერიებს ამ ბურთს მოდი ისევ იგივე ტაქტიკა დიაგონალურზე ფინია Federico Valverde მოდი გავისროლოთ Federico Valverde ძალიან მაგარი გოლი გაიტანა Federico Valverde ზეგი ოთხიდან დიაგონალურზე გავითამაშეთ მე ვიზით Valverde-ს გავისროლეთ და მეკარი თითქმის ვიწოდა თუ ვერ ვიწოდა მეკარი დავიარა გადახტობა თუ რაც არის და 5 დროли ხდება ანგარიში 38 წუთზე გავიტანეთ აქ კონვერტი ისევ წავართვით კილიან მბაპე მოდი ისევ გავისროლოთ არაზუსტია Marcus Llorente, Cristiano Ronaldo, iseu Coberti, Sila, Rafa Pedri iseu vidis, მოდი გავისროლოთ და ისევ მეკარე იგერიებს და იქნება კუთხური მოდი როგორც ყოველთვის აქ დიაგონალზე გავითამაშოთ არ გამოვიდა Federico Valverde-ზე ფლორიან ვირცი არ გამოვიდა და დაამთავრა აქ
პირველი ტაიმი საჯმა ან თავარ არბიტრმა. მოდით ცვლილებებიც განახორციელოთ. ავსტრალიელი არავინ არ ამბობს. აი მაგალითად დიდიე დროგბა შემოვიყვანოთ, კრისტიანოს დაცვლოთ და ფილ ფოდენი ილიან მბაპეს დაცვლოთ, რადგან ილიან მბაპე დაიღალა. დაიწყო მეორე ტამი, ერაი კომერტი. კაი პასი გააკეთა აქ, მაგრამ ისე ჩვენ დავიბრუნეთ ბურთი პედრი. აბა დიდიე დროგბას მიეწით პასი არ გამოვიდა და თავით მისცა ჰენრიკე სილვას პალიოლიდის ერთმა ფეხბურთელმა. მარკუს ლორენტე კაი პასი გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან ცოტა ძლიერი იყო და ეს ძლიერი ყოფილიყო ჩემი აზრით მივიდოდა დიდიე დროგბას და გაიტანდა, მაგრამ ამასობაში დავარტყით ფილ ფოდენით და ძალიან ადვილად გავიტანეთ 55 წუთზე. 6-0 ხდება ანგარიში. 55-ზე ხო 55-ზე წავარდით და რაფინია დიდიე დროგბა გოლ. ისეთი გოლი გავიტანეთ, ვიცი ვარ უკვე და დიდიე დროგბას აღნიშნა ეს გოლი. მოდი უყუროთ რაფინია მისცა პასი დროგბას და დროგბა თავით გაიტანა ცარიელ კარში. კომერტი სილა ალექსანდრე პასი არ გამოვიდა მარკუს ლორენტე დიდიე დროგბა რაფინია დავარტყათ მოდი მეკარე იგერიებს აბა კანდელა მეკარეს მისცა ბურთი მოარტყა აბა რაულ მოროს თუ მევაკერგეთ ვერ მივიდა რაფინია ლორიან ვირცი დავარტყით და ხარიხა ძელი მარკუს ლორენტე გავისროლეთ გოლ. ძალიან მაგარი power shot-ი გავიტანეთ მარკუს ლორენტეთი. მოდი განმეორე ვიდეო ვუყუროთ ამ გოლს. ძალიან მაგარი გოლი გაიტანა მარკუს ლორენტემ. 8-0 ხდება ანგარიში. შევბატკატოთ, გამოვიდა ეს ბატკატი. დიდიე დროგბა ძლიერი გამოვიდა და დიდი მანძილი ხდება ბურთიკარს. აბა მოარტყა მეკარე ალანი რაულ მორო მარკუს ლორენტე ფედერიკო ვალვერდე თვითონ წავიდა წინ ფედერიკო ვალვერდე გაისროლა მაგრამ ეს დარტყმა არ ვარგოდა და იქნება კარიდან დარტყმა. ვალიოლიდმა გაახორციელა შეცვლები და შემოიყვანა რაღაცა ფეხბურთელი. მეკარე მოარტყა ლუის პერეზი მოდი ჩაუპატკატოთ და ეს იქნება აუტი თუ ჯარიმა.
არა, ეს იქნება აუტი. ლუის პრეზი. ანუ ვარს მისა. ასე? ეს მოსიარულე სილა. პროდიარ ვიზით წავართვით. დიდიე დროგბა. გოლ. ძალიან მაგარი გოლი აქ და ეს სამი დუო რომელიც ერთად აღნიშნავს ამ გოლს 94 წუთზე უეცხარი დროли ხდება ანგარიში და ახლა განმეორებით თუ გიჩვენეს მოდი ვნახოთ ფლორიან ვიცა რა მაგარი პასი გავუკეთა დიდიე დროგბას და დროგბამ ერთი შეხებით შეასრულა 95 წუთი 9-0 ალექსანდერ არნოლდი პედრი მწართვა ბურთი პედრი ვერავინ ვერ ეჩერებს აქ პედრის ჩაწოდა ფილ ფოდენი გოლ აქ ფილ ფოდენმა ძალიან მაგარი თაური გოლი გაიტანა პედრი თვითონ დაიძრა წინ ჩაწოდა და ფილ ფოდენი გამეორებით ვნახოთ თუ როგორ ჩაწოდა პედრიმ და ფილ ფოდენმა რა მაგარი თაური გაიტანა აქ და 90 წუთი 6 წუთია დამატებული მარკოს ლორენტე რაფინია ეს როგორ აცილა დიდე დროგმა მოკლედ მე ვთამაშობ და ჩემი ბრალიც არის იმიტომ რომ ხუმრობ ისე გოლები მინდა გავიტანო მაგრამ მithumetes ამ ხელა ანგარიში რო იგებ რატო არ უნდა იღადო აბა ვილიამ პაჩო და ბლოკს ანუ ვარი და დაამთავრა აქ თავმა არბიტრა თამაში 10-0 გავანადგურეთ ვალიდოლი თუ ვალოლი მოკლედ არც ამ გუნდის სახელი ვერ დამიმახსოვრეთ ესერად და 10-0 მორჩა ანგარიში მოგეძირდება პედრი 3 ლეველზე გადავიდა და პირველ ადგილზე ვართ და ბოლო ადგილზე ლეგანეს ჩელენჯი რანაირად წავაგე ოპა ქიმაჩი ბარსელონასთან მერე ადგილზე არის ბარსელონა და მოდი exchange point-ებში შევედით ლიგ აიტემებში მოდი მენეჯერ დავაყენოთ MVP player სტატიც დავაყენოთ სპიდიც დავაყენოთ და მოდი ლუან პლეიერებში ვნახოთ ვინ არის რივალდო და მოდი არავის დამატება არ გვინდა ჯერჯერობით და მოდი დავიწყოთ ქიმაჩი ფორმები მოდი თეთრი ფორმა გქონდეს ბურთი იგივე დარჩება ვნახოთ ბარსელონა შემოდგილობა კარში ინაკი ბენია ორი დაცვა პაუ კუბარსი რონალდო აраუხო ეს ვინ არის არც მოვიცი ეს ვინ არის ალექს ვალდე პედრი გავი ფერმინ ლოპეზი ლამინ იამალი რაფინია და რობერტ ლევანდოვსკი
და მოდი დავიწყოთ პირდაპირ თამაში და მესის შემოყვანა და მოვიწყოთ და სულ შემთხვევით. მოდი აქ გამოსვლასაც უყუროთ. აქ რომ ვიცოდეთ, ვინც არიცით, მარტო ქიმატში არის აი ესეთი გამოსვლები. აი ესეთი დაიწყო თამაში, გაითამაშეს კატალონიელებმა ბურთი, პაუ კუბარსი, კრისტიანო რონალდო, მარკოს ლორენტე, რაფინია, იგერიებს ფლორიან ვირცი დამატებაზე. 1-0 მესამე წუთზე ბარსელონას გაუტანეთ. ფლორიან ვირცი ძალიან მაგარი გოლი გაუტანა აქ ინაკი პენიას. და მოდი გამეორებით უყუროთ თუ როგორი გოლი გაიტანა აქ ფლორიან ვირცმა. გამეორებით პასი მივიზით. შემთხვევით ეკრანს დამეჭერეთ და გამეორებით ვეღარ ვაჩვენებთ. მოგაითამაშეს პაუ კუბარსი. რაფინია და ინაკი პენია გამოვიდა და დაიჭირა ხელებში ბურთი. ერიკა გარსია ჩავაპატკატოთ, არ გამოვიდა, მაგრამ კილიან მბაპეტი მაინც ავართვით. ვიცი, ცუდი პასი იყო აქ, გავი ერიკა გარსია. პაუ კუბარსი, მოდი ჩავაპატკატოთ, არ გამოვიდა ფენტკეტი, კილიან მბაპე, ფლორიან ვირცი, კარგად თამაშობს, კრისტიანო, ფლორიან ვირცი, ინაკი პენიას, კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ფლორიან ვირცმა ძალიან ძლიერ დაარტყა და 2-0 ხდება ანგარიში. ვირცმა უკვე 2 გოლი გაიტანა 13 წუთში. და მოდი განმეორებით უყუროთ. კრისტიანომ ვერ დაარტყა და ფლორიან ვირცი ძალიან კარგად თამაშობს. პაუ კუბარსი, მოვიდა პატკეტი, რონალდო არაუხო, გავი, რობერტ ლევანდოვსკი, წავართვით ბურთი, აბა კილიან მბაპე, მბაპე ჩაწოდება, ფლორიან ვირცი, ფლორიან ვირცის ჰეტტრიკი 18 წუთში უკვე 3 გოლი გაიტანა ბარსელონას წინააღმდეგ. აქ რა კარგი პასი მისცეს კილიან მბაპეს, კილიან მბაპე ჩაწოდა და ფლორიან ვირცმა კარგად დაარტყა და ინაკი პენიას მეგონი საერთოდ შანსიც აღარ ჰქონდა რომ ეს ბურთი მოეგერიებინა. აბა გაათამაშეს პაუ კუბარსი. პაუ კუბარსი პასს არ აძლევს, თვითონ მიდის, მარკოს ლორენტე წავართვით, კრისტიანო მოდი აქედანვე დავარტყათ, იგივენია ერიებს, მაგრამ დამატებაზე ვეღარ გამოვიდა პედრი. არ გამოვიდა პატოედი, ისევ პედრი. ვერავინ ვერ აჩერებს აქ პედრის, მაგრამ მარკოს ლორენტი ჩავაპატკეთეთ და ბურთი წავართვით. აბა რაფინია ჩავაწოდეთ კრისტიანო რონალდო. ძალიან მაგარი პასი გააკეთა აქ, ვერ დავინახებინ და ძალიან მაგარი პასი გაუკეთა აქ. რაფინია იყო და რაფინიამ ჩააწოდა და კრისტიანო რონალდომ ძალიან კარგად შეასრულა. და უკვე 4-0 ხდება ანგარიში. 27 წუთზე აბა პაუ კუბარსი. მოდი კი
ჩავაპატკეთოთ არა უფრო მდეგოს რობურტზე ინაკი პენია ერიკ გარსია გავი ერიკ გარსია ფერმინ ლოპეზი მარკუს ლორენტე ჩაუპატკეთა მარკუს ლორენტე კარგად თამაშობს კრისტიანო რონალდო ინაკი პენია იგერიებს რაფინიას აღარ გამოვიდა მაგრამ დაიბრუნა ისევ ბურთი ისევ ინაკი პენია და ეს იქნება კუთხური და კინაღამ მეგონი კუთხური იქნება და კინაღამ ავტოგოლი გაიტანა აქ ერთმა ბარსელონას ფეხბურთელმა ეს კუბარსი იყო რომელიც კინაღამ ავტოგოლი გაიტანა აქ და მოდი ისევ დიაგონალი გავითამაშოთ და დარწმუნებული ვარ ვინც იქ დგას გაიტანს გოლს პედრი დაიბლოკა ფლორიან ვირცი უკვე მეოთხე გოლი გაიტანა ბარსელონას წინააღმდეგ და თვითონაც აღნიშნავს თავის გუნდებთან რაფინიასთან და მარკუს ლორენტესთან და მოდი გამეორებით ვნახოთ პედრის თვითონ თავისიანი გადაიღება და ვეღარ მოახერხა მაგრამ ფლორიან ვირცი იქვე იდგა და დაარტყა და გაიტანა 5-0 ხდება ანგარიში უკვე 37 წუთზე პაუ კუბარსი რაფინია ჩაუპატკეთა და ეს შარიმა და მეგონი რაფინიას ყვითელი ბარათიც მისცემს საჯი პაუ კუბარსი არის ბურთთან აბარასიძოს პას გააკეთებს თუ პირდაპირ ამოარტყობს არა პასი მისცა უკან არაუხო რასაკეთებს კილიან მბაპე მოდი კრისტიანოს მისცეთ გოლ კრისტიანო და კილიან მბაპე კარგად ითამაშა მაგრამ მისცა კრისტიანო რონალდოს რომელსაც გაიტანა და მოდი განმეორებით ვნახოთ ეს გოლი კილიან მბაპე მისცა კრისტიანოს და კრისტიანომაც კარგად დაარტყა 6-0 ხდება უკვე ანგარიში მე-40 წუთზე კილიან მბაპე მოდი გავისროლოთ და ინაკი პენია იგერიებს ინაკი პენია ძალიან კარგი ბურთი მოიგერია მოდი ახლა ჩავაწოდოთ ბურთი ეს რანაირად შევაწოდე არ ვიცი რაფინია აბა გავი პედრი მწართვა მაგრამ მაინც დაიბრუნეს ბარსელონელმა ბურთი პედრი ინაკი პენია ეგრევე ხელებში მიუვიდა ვილიამ პაჩო კრისტიანო რონალდო არ გამოვიდა და დაამთავრა თავარმა არბიტრმა პირველი ტაიმი 6-0 მადრიდის რეალი ანადგურებს ბარსელონას აბა გავითამაშეთ ბურთი ვილიამ პაჩო ფედერიკო ვალვერდე კილიან მბაპე თვითონ დაიძრა კილიან მბაპე ჩააწოდა რაფინია თავით ვერა მაგრამ ფლორიან ვირცი კარებთან იდგა და 7-0 ხდება და მან 5 გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში და მოდი განმეორებითაც ვუყუროთ კილიან მბაპეს ჩაწოდება და შემთხვევით ისევ დამიჭირა ეკრანს მაგრამ კილიან მბაპე მაგრა ითამაშა ჩაწოდა რაფინიამ ცუდად დაარტყა თავით მაგრამ ფლორიან ვირცი კარებთან იდგა და დაასრულა ეს შეტევა და გაიტანა გოლი აბა ისევ კილიან მბაპე ჩაწოდება რაფინია ვეღარ მოსულა მანახდება პედრი ალექს ბალდი ჩავაპატკეთეთ ალექს ბალდიმ დაკარგა მაგრამ ისევ დაიბრუნა აბა ის რაფინია ტრენტ ალექსანდერ არნოლდი
ტრენტ ალექსანდროვი თვითონ დაიზრა. არნოლდმა ჩააწოდა, მაგრამ აქ კრისტიანომ ვერ დაასრულა შეტევა და ვერ გაიტანა გოლი. ცუდი პასი იყო ერიკ გარსია, პედრი, რაფინია, ფერმინ ლოპეზი. პედრი მწართვა ბურთი, რაფინია კრისტიანოს მისცა, მაგრამ აქ ცოლმა კარგად ითამაშებს და შეძლეს აქ ბურთის გამოტანა, მაგრამ ისევ რეალ მადრიდის ჩვენ ბურთი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და მოდი ნახოთ. დიახ, თამაშგარე მდგომარეობა არის, ეს რაფინია არის თამაშგარეში. 7-0 არის ანგარიში 68 წუთზე და ბარსელონა აგებს კიმაჩს. ვამორტო რობერტ ლევანდოვსკი, მაგრამ ფლორიან ვირცი, კრისტიანო რონალდო, რა გააკეთა კრისტიანომ, რაფინია. რა კაი შანსები ჰქონდათ აქ. კრისტიანოს და რაფინიას, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენეს. და ეხლა თუ გაიტანდა ამას კრისტიანო რაფინია გახდებოდა 8-0 ანგარიში. უბარსი არაუხო შეცდომა კრისტიანოს ჰეტ-ტრიკი 73 წუთზე 8-0. კრისტიანომ გამოასწორა შეცდომა იმ შტანგის გამო, მან კიდევ შეძლო ბურთის მოპოვება და გოლის გატანა. მოდი გამეორებითაც ვნახოთ. არაუხო პასის სცადა, მაგრამ კილიან მბაპემ წაართვა მას ბურთი, კილიან მბაპემ მისცა კრისტიანოს და კრისტიანომაც შეასრულა ჰეტ-ტრიკი. 74 წუთზე 8-0 ხდება და რეალ მადრიდი ანადგურებს ბარსელონას. გვანდაიკმა ჩაუპატკა და არაფერი არ იყო საჯმა არაფერი არ იყო. ფერმინ ლოპეზი, მარიუს ლორენტე, კრისტიანო. მოდი მბაპეზე მივცეთ პასი. მბაპე მიიღო, მაგრამ აუტი იქნება ეს. მბაპე ვერ დატოვა ბურთი თამაში. აბა ჯულეს კუნდე, არაუხოს მისცა პასი, ისევ ჯულეს კუნდე. მაგრამ კრისტიანომ წაართვა ბურთი, ჩაწოდა მაგრამ ინაკი პენიას პირდაპირ ხელებში მივიდა ბურთი. აბა რაფინია ტრენტ ალექსანდროვი ჩაუპატკა, მაგრამ მაინც რაფინიას აქვს ბურთი. პაბლო ტორე, ალექსანდრო ბარდე, მაგრამ აქ ფიქსირდება თამაშგარე მდგომარეობა და მოდი ვნახოთ სად დაფიქსირდა აქ თამაშგარე. დიახ, ნამდვილად არის ბალდე და კიდე ერთი ფეხბურთელი იყო თამაშგარეში. ანუ თუ დააგვირდებით ბალდეც და მგონი რობერტ ლევანდოვსკი იყო თამაშგარეში. ტრენტ ალექსანდროვი, ლორენტე, ვირჯილ ვან დაიკი, კრისტიანო რონალდოს შეუყოლა. კრისტიანო რონალდომ ვალვერდეს მისცა, მაგრამ ვალვერდემ ეს შანსი ვერ გამოიყენა. ძალიან კარგი შანსი ჰქონდა აქ ფედერიკო ვალვერდეს რომ გაეტანა და სამწუხაროდ მან ვერ გაიტანა ეს ბურთი. ინაკი პენია ისევ მისცა რონალდო არაუხოს პასი. არაუხო ამჯერად პედრის მისცა პასი. პედრი მიდის, აბა ისევ პედრი. კრისტიანო რონალდო, მოდი კილიან მბაპეს მისცა პასი. კილიან მბაპემ გაიტანა აქ ბურთი. 9-0 ხდება ანგარიში და თავისი გოლის აღნიშნა ეს გოლი. კრისტიანო მისცა კილიან მბაპეს ბურთი და კილიან მბაპე ძალიან კარგად შეასრულა ეს დარტყმა.
და გაიტანა გოლი და 93 წუთზე და აქცესით საჯა 6 წუთია დამატებული მის 3 წუთი დავინახე კრისტი 3 წუთი დავინახე აბა ისევ კრისტიანო ისევ პასი მისა რაფინია არაუხო მაგრამ გილიან ბაპემ ისევ დაარტყა მაგრამ ვერ გაიტანა და დაამთავრა კარგი თამაში და ფლორიან ვიცი გახდა ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი 9-0 რეალ მადრიდმა განადგურა რასაც ქვია ბარსელონა მოდი ვნახოთ მე რამდენი ადგილზე ვართ ამის მერე და ორი ქულა უნდა ჟირონას რომ გაგვასწროს და დაიკავოს პირველი ადგილი ბარსელონა მე-12 ადგილზე ჩამოვარდა მერვედან სეტინგებიდან აი 200 ფუტბოლის კოინი მაქვს და მოდი სანამ ვითამაშებთ მოდი ერთი პაკი მაინც გავხსნათ იქნებ კარგი ფეხბურთელი დააგდოს და მოდი კარგი ფეხბურთელები სადაც არიან ეგ პაკი გავხსნათ მოდი ეს ევროს პაკი გავხსნათ სადაც არც ისე კარგი ფეხბურთელები არიან იმედია ფილფოდენს არ დამიგდებს იმიტომ რომ ფილფოდენი მიყავს აბა მოდი გავხსნათ პაკი ნეტა ვის დააგდებს აქ ვინ არის ეს არის გვარდიოლი ჯეიკო გვარდიოლი დავაგდეთ ამ პაკიდან და მე მგონი მაი ლიგის ლაი და მე მგონი კარგი იქნება რომ და მე მგონი ჩაიდება ამ იმაში არა და მოდი ზლუან პლეიერებიდან ვიღაც დავიმატოთ ჯეიკო გვარდიოლი ედერსონ მორაესი კარებში ვინ ყავს მოდი ვნახოთ ჯალუიჯი დონარუმა და მოდი დროებით ედერსონ მორაესით ჩავანაზლოთ ჯალუიჯი დონარუმა და ფედერიკო ვალვერდესით 95-იანი ფედერიკო ვალვერდესის რჩება ბურთი მოდრიჩიც მინდა რომ დავიმატოთ მაგრამ ამას მერე დავიმატებთ ბუნჩი მოდი აბა ვნახოთ ფედერიკო ვალვერდეს სტატები თუ ანაღეს 96 რეიტინგი ატაკინგ ავარნესი 73 ბალ კონტროლი 82 დრიბლინგი 79 ტაით პოზიშენი 80 დაბალი პასი 83 ლოფტედ პასი 79 დარტყმა 83 თაური 62 set piece taking-ი 68 აი კარლაიერა არ ვიცი რა ნიშნავს მაგრამ კარლი აქ 70 დეფენსი დათვის ავარნესი 83 პატკატი აქვს 85 აგრესია აქვს 85 დეფენსი დათვის ენგაგემენტი აქვს 88 ხო გოლკიპერის ავარნესი 40 გოლკიპერის ანუ თვითონ მეკარე რო იყოს აქვს დაჭერის 40 შანსია ანუ 40 აქვს გოლკიპერის ფერინგი აქვს 40 და რეფლექსები აქვს
ისე 40 როგორც ყოველთვის. სისწრაფე 86-ს, აქსელერაცია 86, დარტყმის ძალა აქვს 88, ახტომა თვითონ 8-ს აქვს 70, ფიზიკალური კონტაქტი 84 აქვს, ბალანსი აქვს 71 და სტამინა აქვს 93. Enjoy resistance mediumზე არის. და მოდი ფედერიკო ვალვერდე ვიყიდოთ და დავიმატოთ გუნდში. აბა ედერსონ მორაესი ჯოშკო გვარდიოლი აი ტრენტ ალექსანდრ არნოლდის კაი ჩანაცვლელი იქნება და მოდი არა ერთი წუთით ჯოშკო გვარდიოლი რო გავწიოთ აქეთ ეს და ეს აქეთ ესე რო ავწიოთ არა ესე William Pacho აქ ეს აქ არ ვიცი რას ვაკეთებ მაგრამ ფედერიკო ვალვერდე შევცვალოთ და მგონი აი აქ შეიძლება დავყენოთ აი აქ და არა არა ეს შობია რომ აქ ავწიოთ და ფლორიან ვირცი აქ დავაყენოთ და ტრენტ ალექსანდრ არნოლდის დროა თუ გადავწყვიტოთ სად დავაყენოთ და აქ თუ შევძლებ ჯოშკო გვარდიოლის დაყენებას და არა უშავს მაშინ აი ესე ვითამაშოთ არა უშავს და მოდი ჯოშკო გვარდიოლი შემოვაყენოთ ერთვით მეგობრებო აი ესე ვცდილობ რომ მანდა იქით პაჩოც დავაყენო ესე და მოდი დავიწყოთ მატჩი 5 და წესით ეს უნდა იყოს ჩვენი საბოლოო თამაში ამ ვიდეოში და მოდი ავირჩიოთ შავი და ჩემი აზრით ფედერიკო ვალვერდე ფაველ შოთებს ძალიან ბევრს გაიტანს დაიწყო თამაში და ჩვენ გვაქვს ლობრეგატ აბუსთან თამაში ანუ რობრეგატთან გვაქვს თამაში კრისტიანო რონალდო გაითამაშა ბურთი ფედერიკო ვალვერდე სპიდი გავდესტოთ ვაიმე ფედერიკო ვალვერდე როგორ დარბის ფედერიკო ვალვერდე მოდი გავისროლოთ ფედერიკო ვალვერდე ძალიან ცოტა აქვს ფედერიკო ვალვერდეს რომ
მას ფაվել შოთი გაეტანა. შეტევაზე გადოდიან, არა, აქ ფლორიან ვირცი. კრისტიანო რონალდუ. ის რა გავაკეთე? და მეგონი თამაში გარე დაფიქსირდა? თამაში გარე დაფიქსირდა. მე მეგონა პატარა ნაწილი ქონდა თამაში გარეში, მაგრამ ერთი ბუთის ნაწილი ქონდა ის თამაში როგორ თქვა? თამაში არ გარეში. იბა ომარ ელ-ჰილალი პუადო პედრიტი წავართვით ბურთი კალერო გარეთ ითამაშა კაბერა რომერო ცუდებას გააკეთა ფედერიკო ფლორიან ვირცი აბა ფედერიკო ვალვერდე მოდი გავისროლოთ მეკარემ კაისევი გააკეთა ოლა მოლმიე ფედერიკო ვალვერდე გავისროლეთ ძალიან მაგარი ფავერ შოთი ძლიერი დარტყმა გაიტანა აქ ფედერიკო ვალვერდემ და პედრიმ ძალიან მაგარი პასი გაუკეთა და ფედერიკო ვალვერდემ ძალიან კარგად შეასრულა ეს დარტყმა 1-0 22 წუთზე მოდი განმეორებით ვნახოთ როგორი ძლიერი დარტყმა ერთი შეხებით გაიტანა ფედერიკო კაბერა ლოზანო მაგრამ ფლორიან მოვიდა ეს პასი ელ-ჰილალი კალერო ისევ ელ-ჰილალი პასი მისა ექსპოსიტოს მაგრამ ფედერიკო ვალვერდემ პასი ცადა რაფინიაზე მაგრამ არ გამოვიდა ეს პასი პუადო კიდე აქვს მას ბურთი მაგრამ ფედერიკო ჯოშ გვარდიოლმა რაფინიას მისცა პასი რაფინიამაც ძალიან მაგარი გოლი გაიტანა და ჯოშკო გვარდიოლმა ძალიან მაგარი პასი მისცა აქ რაფინიას და რაფინიამ ძალიან კარგად შეასრულა და 2-0 ხდება ანგარიში 2-0 ხდება ანგარიში 34 წუთზე კილიან მბაპემცა და ამის დაბლოკმა მაგრამ არ გამოვიდა ერთ წუთს აბა დაგმოვიდებო კრისტიანო რონალდუ მოდი გავისროლოთ არ გამოვიდა დაიბლოკა ფლორიან ვირციც გავისროლოთ მეკარე იგერიებს და ეს იქნება კუთხური ძალიან მაგარი დარტყმა მოიგერია მეკარემ ფედერიკო ვალვერდე პედრი გავისროლეთ ძალიან ცოტა აკლდა პედრის რომ გოლი გაეტანა მანაც გაისროლა მაგრამ ვერ გაიტანა საბოლოოდ აბა რაფინიამ შეიძლება წაართვა მაგრამ ისევ კარიდან დარტყმა იქნება ეს თვითონ